დღევანდელი იგავით ეკლესია ისევ და ისევ მოუწოდებს გამოფხიზლებისკენ ცოდვილ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ არ შესდგომია უფალს. ანუ არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, ღვთის მორჩილებით. და ეუბნება, ნუ გეშინია, ღმერთი არ მოგექცევა სასტიკად, არამედ ისევე როგორც თავის უძღებ შვილს, რომელმაც ქონება წაიღო მამისგან და მეძავებთან განაბნია, მაგრამ როდესაც მოვიდა, ჩაუვარდა ფეხებში და თხოვდა პატიებას, სიხარულით მიიღო მამამ. შემოეხვია, გულში ჩაიკრა, პირველი შესამოსელი ჩააცვა, ფეხსაცმელები საუკეთესო ზვარაკი გამოკვებილი საქონელი დაუკლა მას და მთელი მისი სახლეული მხიარულობდა ამის გამო. აი ამას გვეუბნება ღმერთი, რომ აი ესე მოგექცევით თქვენ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩემ გზას შეუდგება, მე გამომყვება და იცხოვრებს ჩემი მცნებებით. ასე რომ თუ ვინმე ფიქრობს ეკლესიის გარეშე არსებობს ცხონება და გადარჩენა, ეს არის შეუძლებელი. რადგანაც ეკლესია სულიწმინდის მიერ არის და სულიწმინდის მიერ იმართება. ანუ ღმერთმა დაგვიარსა ეკლესია, რომელიც არის მისი მისტიური სხეული, იგია თავი, ქრისტეა თავი ეკლესიისა და ჩვენ ეს პატივი და ღირსება გვერგო, რომ მისი სხეულის ნაწილები გამხდარიყავით. როგორც მაგალითად, ფრინველი თავის მართვებს, თავის ფრთების ქვეშ ამყოფებს და არ დაანებებს მტერს, რომ წარიტაცოს ისინი, ასევე უფალიც თავისი ფრთეთა ქვეშ გვამყოფებს. ანუ თავისი სხეული გავხდით, სხეულის ნაწილები გავხდით ჩვენ და დაცულები ვართ იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანი პირველი მოინათლება და გახდება ეკლესიის წევრი და შემდგომში, როდესაც წამოიზრდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვთქვათ, ეზიარება და შემდგომში, როცა ასაკი მოვა, ამბობს აღსარებას და იწყებს ღვთის მცნებებით ცხოვრებას. აი ეს არის შედგომა უფლისადმი და ეკლესიური ცხოვრების წესი. წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი ამბობს, მართლმადიდებლობა ღვთიური ძალის ერთადერთი კარია, რომელიც ცხონების განუზომელი ძალმოსილებით უპირობო ჭეშმარიტებაა. ანუ ერთადერთი კარია და არ არსებობს სხვადასხვა კარი. ერთადერთი კარი ღვთის ძალმოსილება, მადლმოსილება, სადაც მოქმედებს, ეს არის ეკლესია. ამიტომაც ეკლესიის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება. ეკლესიაში ღმერთმა დაგვიდგინა ყველა ის საიდუმლოებები, რომელიც ადამიანს ცხონებაში შეეწევა და აუცილებელიც არის, სხვანაირად შეუძლებელია. შესაძლებელი რომ ყოფილიყო მაშინ ერთი ცოდვის გამო ღმერთი არ განდევნიდა სამოთხიდან ადამს და ევას. ერთი ცოდვის გამო. ეს ერთი ცოდვა ზოგს გონია, რომ რა იყო ისეთი ხილის ჭამა. ეს ხილის ჭამა არ არის მხოლოდ. ეს არის ურჩობა. ღმერთის შეურაცხყოფა არის. ღმერთმა თქვა, რომ არ ჭამოთ, თორემ მოკვდები და მის სიტყვებს მნიშვნელობას არ ანიჭებ. უგულებელყოფ, შეურაცხყოფას აყენებ.
და შემდგომში რაც განხორციელდა აი ამ ცოდვით დაცემაში, ეს იყო უკვე მოძულება ღმერთისა. ანუ არ მინდა ვიცხოვრო ღმერთის კანონებით. მე მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად. ანუ ეს შეგნება ჰქონდა ადამს და ევას. არ მინდა ღმერთის მორჩილება, არამედ მინდა როგორც მე მინდა, ისე ვიცხოვრებ მე. და როგორც შენ გინდა იცხოვრებ, აჰა, მაშინ მიიღე და მივიღეთ კიდევაც ის, რაც მივიღეთ. კვნესა, ტანჯვა, ოხრა. მაგრამ ღმერთმა თავისი განუზომელი მოწყალებით, თავისი მხოლოდ შობილი ძე წარმოგზავნა ჩვენთან იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთთან შეერიგებინა და მიეტევებინა ეს დიდი ურჩობა და მტრობა ღმერთისადმი, რაც ჩვენ გამოვხატეთ. ამიტომ დღეს ადამიანი იმყოფება პატივში და დიდ